ჩვენ ისევ ემირატებში ვიმყოფებით და შემდეგ მიმართულება არა დუბაი, არამედ აბუ-დაბია. რა გელოდებათ ვიდეოში? მარიამი რომ არაბი ქალი ყოფილიყო, სოფლიოში ყველაზე სწრაფი როლიქოსტერი, სხვადასხვა განსხვავებული საქმის დაგემოვნება, წარუმატებელი ვიზიტი მეჩეთში და ყველაზე პრეტენზიული დამცველებელი 7 ვარსკვლავიან სასტუმროში. წავედით. მოგზაურობის სპონსორია კომპანია Travelista და აქვე მინდა უღმესი მადლობა გადავუხადო მათ და ახლა თუ არ ვართ გადავინაცვლოთ საუზმეზე. ასე გამოიყურება ნომერი, რომელიც საკმაოდ დიდი და კომფორტულია. აქვე გვაქვს სამუშაო სივრცე და 2 საწოლი. ახლა კი ვისაუზმოთ. ჩემი საყვარელი ნაწილი არის ზოგადად საუზმეზე აქაურობის დათვალიერება და მოდი ვნახოთ რა არის რეალურად რა. მოხარშული კვერცხი, ჯიჯი-პიჟი, კაცმის სოსისი, შვილის პაპა, რომელიც არ მიყვარს, ლობიო, მოხარშული ბოსტნეული, ზეხვეული, ყველეული, მწვენი რომელიც გათავდა და ვერ მოვესწარი. ყავის აპარატი, ჩემ საყვარელ ფულს მაინც მოვაკენია მოკაცეზე. დავიდეთ კაპუჩინო. ბედნიერი დღე. დავიდეთ ახლა სტარტოთ ჩვენს მაგიდაზე. გაშინჯოთ ყველაფერი და შევაფასოთ. და დაახლოვანი საუზმეთ, მაგრამ 10-დან 4 იქნება რა. მედი მაქვს რომ ამას მაინც პერიოდი გემოთება, აქ არის ანანასი, ცაზამთროდ მონატრებული გემო და კრუასანი. ნუ იდეაში ამას გემოს ვერ შევწყვეტენ. კარგი. ღირის არჩევად წოდნიათ, ნახე შენ. ცაზამთროდ ჩვენიერია და გაიქო კრუასანი. ფრანგულად გასინჯოთ აი ასე. ფრანგული კრუასანი რა გითხრათ, მაგრამ ნუ ეცადოთ. 10-დან 3. ხელი მოვაწოდნა, არის 10-დან 10. დანარჩენი სახელად ვიყავ მგონი ხო? და დღეს 24 საათის განმავლობაში უნდა დავიხურო იქაური ქუდი სადაც ვარ. ანუ არაბული. როგორ იქნებოდა მარიამი არაბი რომ ყოფილიყო? ამას ერთად ვნახავთ. მოვედით Heritage Village-ში და აქ ძალიან საინტერესო რაღაცები უნდა ვაკეთო, მაგრამ ჯერ დავათვალიეროთ შევიდეთ. ხალხი მიყურებს, შეიხები ცელდებიან. ჰალო, ჰოლა, წავიდეთ მოკლედ შიგნით და ნახოთ რა გველოდება ძველ არაბულ სამყაროში. ეს არის პარკი, სადაც არის ყველაფერი ბედუინური ცხოვრების შესახებ. უნდა ცადო არაბული კიბადე. Like this? ეს როგორ გავიკეთო? მომწონს, მაგრამ ანუ მეღუტუნება მაგრად სახეზე რომ ედება ეს აღჭურვილობა რა. წარმოიდგინეთ ასე რომ მოძრაობდეთ კოვიდის პერიოდში. მადლობა, thank you. მადლობა. რადგან აქაური ქუდი დავიხურე დღეს 24 საათის განმავლობაში, ვნახოთ ტრადიციული მუზეუმიც, ანუ აქ რა ღირსშესანიშნაობები დაგხვდება. ძირითადად ფოტოებია გამოკრული დიდი შეიხების რა და არის რაღაცა სამკაულები, რომელიც ალბათ ამათი იყო თავის დროზე. Round Akumarine necklace. ასევე იყო სხვადასხვა ხელნაკეთი ჭურჭელი და ღირებული ქვები. ახლა გავეცნოთ არაბულ კულტურას, მუზეუმი ნომერი 2. აუ, თან სიგრილი არა კაია. აქეთ არის შეიხების დაბადება, განვითარება, როგორც ხედავთ, ბალღობა, ეს უკვე ცოტა დაკაცება და ბაბუობა და აქეთ პირიქით არის ქალების და ქალი ყველა ერთნაირია, მარტო სიმაღლე იცვლება როგორც ხედავ. აი შეხედეთ, იბადება ბავშვი და ბავშვის მერე ყველა ერთნაირია, ანუ ბოლო 3 არის ერთნაირი. ეს კუპატი არ არის? კუპატია. ქართულ კუპატს გა. ესე არ ახვევენ? როგორც ჩანს, ჩემმა ტვინმა არაბულ კლიმატს ვერ გაუძლო და გადახურდა. სიტყვა ჭიპონი კუპატში ამერია. მეც არ ვიცი როგორ. ასე მაგ ნანახი ფილმში. თუ გაქვს საქმეზე მიდიხარ, მეც ამიყვანე და ეს უჭირავს იმ კაც ერთხელში. აქლემის კუპატი. ვიცი რომ დიდად მუზეუმები თქვენს არ გაინტერესებთ, ამიტომ აქედან გადავინაცვლებთ გარეთ და გავაგზავნებთ გზას. ხარო? მეორე ეს ყოფილა ხების მრავალფეროვანი არჩევანი. აი მაგცემენ ყურადღებას. ახლა შევიდეთ მოდი ასეთ პატარა სოფელში, სადაც არის სახლუკები რა, მეც ვეცდები ვიცხოვრო. ამდენი ხანით გავხაჩავდნენ ხან. მე რომ არაბი ქალი ყოფილიყავი, აუცილებლად ვიცხოვრობდი იქ, იმიტომ რომ სხვას უყურებ ისე რა. და რაც ხელი აქვს არ უნდა გამეხატა. ჩემთან ფოტოს გადაღება 10 დირჰამი ღირს. აბა მე თუ მოვა. Picture for free with the Sheikh wife. Do you want? What? Come. Yes, it's for free. Sit. We have photos. What's your name? Thomas. And? Kiki and Thomas. Where are you from? Ghana. Very nice. I have a 6 husband. Very rich Sheikh wife. Actually, they are all poor. Because of me, I'm spending like this. It's a first day business for me. But from tomorrow, one picture 10 dirhams. Do you want also a picture? Thank you so much. Very nice. Ignoring? It should be like this. ახალი ბიზნესი დავიწყე არაბეთში. Thank you so much. ახლა ცოტა ხანი დავიწყოთ ამ ბიზნესისგან და გადავიწევთ სხვისკენ. აი მე რაც ხელია. მე რო არაბი ქალი ყოფილიყავი, ასეთ ამინში მზეში არ გამოვიდოდი არც მე. ესეც აბუ-დაბის ერთ-ერთი სანაპირო. სულ ბათუმივითაა შეხედეთ, როგორი სუფთაა წყალი. სანაპიროსკენ საღამოს გამოვალთ აუცილებლად თან. ახლა კი დროა რომ წავიდეთ და აღმოვაჩინოთ უფრო მეტი. ჩემს ხელზე უეცრად აღმოჩნდა შევარდენი. ძიმეა. ის აღებს რა ტიპია შეხედეთ. Hello. This Arabic coffee? Oh, thank you. Can I sit with him? What's your name? My name is Majid. Majid. Mariam. Where are you from? Georgia. Oh, nice.
What about you? You are from here, yeah? You are sheikh, right? Very nice. How old you should be to be sheikh? 40 წლის ზემოთ უნდა იყოსო ადამიანი და შეიხი იყოსო რა. Shaku maku makushi. Shababu banat. Yalla. Yalla habibi. Do you have someone who will help us to make more air for us? What? Air. Uh-huh. We say Georgian gagi marches before we drink any shot. Nice to meet you. Welcome. Thank you so much. მოვედით ემირატების პალასში, ეს არის 7 ვარსკვლავიანი სასტუმრო აბუ-დაბიში და სანამ გეტყოდეთ ჩემს გამოწვევას, დაგათვალიერებინებთ ამ ულამაზეს სასტუმროს. ChatGPT-ის თანახმად სასტუმრო 5 ვარსკვლავიანად ითვლება. თუმცა პერსონალი დაჟინებით ამტკიცებს იმას, რომ სასტუმრო 7 ვარსკვლავიანი. დღეს ჩემი გამოწვევა ემირატების პალასში არის ის, რომ პერსონალმა 10 წუთში არ გამაგდო სასტუმროდან, იმიტომ რომ შერწყმამ ჩემი ბუნებრივი მარიამის და არაბი მარიამისა არის ძალიან არაადეკვატური და არ ვიცი საერთოდ რა წამომივიდეს თავში და რა წამომიფრენს და რას გავაკეთებ. ჩემს მანქანას თან ფოტოებს რატო იღებენ არ ვიცი რეალურად ეხა უნდა მივიდე. Hi, do you like this car? It's mine. One picture 10 dirham. Do you want a picture? შავი საიბერტრეკი, რომელიც პირველად ნახე, შავი აბინახავს ამბულად, არის ძალიან დახვეწილი მოდელი. წამოდავთვალიეროთ. გამისვეს და გაიქცნენ. ანუ ეს რა არის წესია ეხა ეს? წამოდი ვიპოვოთ სასტუმროში ვინ არის. აბიბი, ეს არის ჩემი ბიძაშვილი, ეს არის ჩემი დეიდაშვილი. ძალიან ლამაზია აქაურობა, აქ არის იდეაში შოპი, სადაც იყიდება რაღაცები, მაგალითად Rolex-ის საათი, რომელიც სულ რაღაც 40,000 დოლარი ღირს, მეტი კი არა. კომენტარებში დამწერეთ აუცილებლად, სად ფიქრობთ, რომ იქნება ჩემი შემდეგი მოგზაურობა. Travel Instam, ესეთი private jet-ი გამოყო ჩემი მოგზაურობებისთვის, ხო შამპანიურ შოლოდები რომ ჩამომისხან, დაგულსავთ აუცილებლად, მაგრამ ალკოჰოლს არ ვსვამ, არ მეყვარს. წყლის ძალა მოგცეთ ხმით. წავედით. Thank you so much and sorry to interrupt you. Thanks a lot. Bye bye. გამოვედით ახლა აქეთ, სადაც არის ძალიან რბილი ხალიჩა. ახლა ხანს გაწმინდა ადამიანმა ხალიჩა გაიხადეთ, ეხები იარე რა ფეხში შველი რა შეიძლება. რა უბედურება. ესე იგი, media center, toilets, conceal chamber. ძალიან ლამაზია აქაურობა, როგორც ხედავთ, ყველაფერი ოქროს ფერშია და ოქროსია აბსოლუტურად. აქეთ არ შეიძლება გადაღება დაცვა ყველა მგონი მოდით და ვეცდებით რომ მაინც გადავიღოთ. I wanted to ask you, what do you have in the menu with the gold? We have our golden cappuccino. Okay. We have also our golden ice cream, I want golden pizza. golden visa. Yes. Is it possible? Yes. Okay. Can you tell me why this hotel is 7-star hotel? Because of the palace and then also our good service. Can I eat for free if it's good service? I will give you just only dates. Thank you so much. შედარსკვლავია სასტუმროში ესეთი კუკი და ფინიკი მაჩუქეს. ისევ ეძებს მოუშლი ნერვებს. მამაზადაცვია ძალიან ულამაზესი გოგოა. You look so good. ცოტა სტეროა. What is ashkori? Let's stay together. ერთი სიტყვით, ემირატების პალასიდან ჩემით გამოვედი და არავის გამოვუგდივარ. რაც იმას ნიშნავს, რომ გამოწვევა წარმატებით შევასრულებ. ახლა კი გადმოვინაცვლეთ უმალ ემირატ პარკში. საინსტაგრამი ადგილია, ეს ასვახეთ ფოტოებიდან და მაინტერესებს რეალობაში ნამდვილად ეს იქნება თუ არა. ეს კედლები მეცნდა სახში რა, ნახეთ რა ლამაზია. განსაკუთრებით ეს პარკი ძალიან კარგია, იმიტომ რომ ჩიტების ჭიკჭიკიც ისმის, ჩანჩქერის ხმაც. და აი აქ არის უკვე საბავშვო ზონა. აბა ვაკატავთ, კაია. ოპა. კაია, ცოტა არ გახდეს просто. Do you want more? Yeah? No? Okay. Okay, ბავშვები მოდიან. Hi. What's your name? Mina. Nice to meet you. ოპა. Let's go. Are you ready? Yes. Are you sure? ხანახი აბავს სახეს გავადრობა. სათხარ? Okay? ამ სიგზე ფეხები აღუღუნდათ, ანუ საიდან მოვშეკა ხელი. You know that one cycle 1 dirham. არა მოვარდეს ამას ეს ვაჩი. სანდრი არის სულუქია. Stop? Yes. Okay. Okay. ბავშვებს ცუდად გახდნენ. მარჩა ბავშვებთან თამაში და ხან გამექცნენ სამწუხაროდ. წამახლა გავაგრძელოთ სათვალიერება პარკის. ეს იყო ჩემი შესრულება ამ შუაპარაგება სიცხეში. ცხოველების სიცხეში გადმოვედით. აქ უნდა ვნახოთ, რები დაგხვდება. პატარა. ვიპოვე ჩემი აკლემები და თუ შეიძლება დაჯდომა, აუცილებლად დავჯდებით. ნახე, იყურება. არ შეგვაფურთხოს. Here? Oh my god. ეს რა სტრაფი ყოფილა? ხახო. აშკარად, კაი რაღაცა. Okay? ანუ პროფი ვარ რა. ეს აკლემი წუთში ახორციელებს.
10 კმ/სთ სიჩქარეს მეც არა. ეგ იყო ხარო შემოვუდგე, კიდე ადგება და არ ვარ კარგ პოზიციაში, არ ვარ მზად. და იყო აქნე დგას ერნება. Habibi, thank you so much. და ასე ბედნიერად დავემშვიდობე აქნემს, რომელმაც გაუძლო ჩემს წონას. და ახლა გულს მივენდე. ის აქტიობაში აკვირდით და მოვედით Cornish Beach-ზე. ეს არის საზოგადოებრივი სანაპირო, ყოველთვის ღია არის უფასოდ. აქ ნახავთ ხელბურთის სათამაშო მოედანს ბჭყალებში და ულამაზეს სანაპირო, სადაც ძალიან ბევრი ხალხია და მეც თქო უნდა ახლა მათთან ერთად გავარევი. ხალხი ჩავალ სანამ აცივდება. თამაშობთ აქაურ ბავშვებთან. მატაო ბავშვი მეხერხება იდეაში. წავაგე. One more try. პირდაპირ მუშროლე. რა ვქნა არ ვიცი ეს მეხურთი. მივავა ჩემი ადგილი როგორც ხვიდა. მე უკვე მზადვარ იმისთვის რომ შევიდე წყალში და შევიგრძნო აბუდაბის სანაპირო. აი ეს არის ჩემი დოპამინი, რასაც ვქნა ჩემს ბედნიერება. ეს არის სხვა არაფერი. აქ მეგონა რომ მიკროფონი ჩართული მქონდა და დიდი ენთუზიაზმით გიყვებოდი თუ როგორი თბილი და სასიამოვნო იყო წყალში შესვლა. ჩემთვის სამწუხაროდ და სხვების სასიხარულოდ კი წყლის დონე საკმაოდ დაბალი იყო. ჩემი შეფასებით აბუდაბის სანაპიროსაც მშვენივრად დაისვენებს და გაერთობით. სულ ბოლოს და ბოლოს რომ აღარ გქონდეთ ბიუჯეტი, ყველაზე კარგი რაღაც არის მართლა, თან უფასოა, მშვენივრად ერთობით რა. გავშრი და ღამე გამოვედი Grand Mosque-თან, რომელიც დაკეტილი დამხვდა. ანუ დამაგვიანდა იმის გამო, რომ სანაპიროზე ყოფნას შევყევი. ეს არის Grand Mosque, როგორც ხედავთ, თავარი ღირსშესანიშნაობა აბუდაბის, მაგრამ სამწუხაროდ შიგნით გადაღება არ შეიძლება და ასე შორიდან მომიწია მოსვლა და ესეთი კადრების შემოთავაზება. ულამაზესია, როგორც ხედავთ და აი მოგზდავს აგერ დაცვა მოდის და მოგვიწევს გარბენა. Not allowed this one, madam. No, როგორც ხედავთ, იქაც დაცვა აშლევინებს ფოტო და ვიდეო მასალას, ნახველებს. ესეთი ამბავია მოკლედ არაბეთში, კონკრეტულად აბუდაბიში Grand Mosque-თან. და ახლა ნელა გადავინაცვლოთ მეორე ლოკაციაზე, იმიტომ რომ სხვა ვერაფერი ვერ გაჩვენეთ აქ. ეს ყველაფერი საინტერესოა, მაგრამ ჭირდებოდა რამე უფრო ექსტრემალური. დავიწყე ძებნა და აღმოვაჩინე ფერარის სამყარო, სადაც მივიღებდი ზუსტად იმას, რაც მჭირდებოდა. ანუ მეტყიჟუ თავგადასავალს, ადრენალინს და კიდევ რამე, არ ვიცი. და ვნახე, რომ აქვე ყოფილა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ატრაქციონი, რომელიც ახორციელებს 240 კმ/სთ სიჩქარეს. მოვედით ფერარის სამყაროში, ჩემს უკან ხედავთ. სოფლიოში ყველაზე მაღალი ძრავის მქონე ავტომობილს, ნახეთ რა სილამაზეა. და დღეს ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ არ შემოვიფარგლებით ავტომობილების დათვალიერებით, მოგეთ საკვარისი იქნებოდა, მაგრამ ყველაზე სწრაფ როლიკოსტერზე დავждებით და ასე შემდეგ კიდევ არ დაგასპოილერებ. ახლა კი მე თვითონ მინდა რომ დავტკბე ამ სანახაობით. რამდენი ფოტოს გადავიღებ და Instagram-ზეც გავამყევით აუცილებლად და ნუ მოკლედ გავაგზავნებთ რა. ამ მოდელზე ჩავიციკლე, იმიტომ რომ ლურჯი ფერია და ძალიან დახვეწილი ცხაურა და ძალიან დახვეწილი ფორმა აქვს ყველაფერს. ნახეთ რა ლამაზია, ძალიან მომწონს. მაგის დაანონსება ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ ვიდეო გამომწერს და თვითონქანას ვიყიდი აუცილებლად. შევდივართ ახლა და მოკლედ ტექნიკის შეტანა შეიძლება ტელეფონი მაინცობა იმის იმედად რომ პირდაპირ რეაქციას გადავიღებ. დიდი ხანი ვიდექით რიგში და ხა ალბათ გამოვაფრთხილებს ეს ატრაქციონი. Are you afraid? No. I am a bit. Oh my god. Oh my! ეს იყო ზუსტად ის, რაც მჭირდებოდა. ეს კი ჩემ მხოლოდ დასაწყისია. ახლა ვდგავარ იქ, სადაც არის გზა ყველაზე სწრაფი როლიკოსტერისკენ სოფლიოში. ეს არის გზა და ცოტა არ იყოს ყოყბანობი, იმიტომ რომ რა ვიცი რა, რამე არ დამემართოს მეშინია კიდე, მაგრამ გავრისკავრავი. როგორც რისკების მოყვარული ადამიანი, მიუხედავად ყველაფრისა ამაზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყოდი, ამიტომ მოვდივარ აქ იმის იმედად, რომ 1 საათიანი რიგი არ იქნება უბრალოდ. აი, ოღონდ რიგში არ ვიდგე რაღაცის ამდენი ხანი და ყველაფერი ოკეია რა. აქვე გეტყვით რომ ვერ მოვახერხებ შიგნით გადაღებას, იმიტომ რომ ეს არის მსოფლიოში ყველაზე სწრაფი როლიკოსტერი და ტელეფონებს რა თქმა უნდა ჩამოგვართმევენ, მაგრამ გაგიზიარებ მულტიპლ ემოციას. ძალიან სწრაფად დაფრინავს, აი რასაც თქვენ დაფრინავს მართლა. უყურეთ და ნუ სიგიჟეა. და ყველაზე მაგარი არის ის, რომ აქ ჩაჯდომის დროს ხალხი ერთმანეთს სასწაულად ამხნევებს, ანუ ტაშს უკრავენ ერთმანეთს, რა ძალიან მაგარია. ასე ამხნევებს ხალხი ერთმანეთს. აცხადებენ რომ დაბალი წნევებსაც აქვს, იმისთვის არ არის რეკომენდირებული და ყოველდღე მეშინია. სიტუაციას სასტიკად ამძაფრებდა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. შეგახსენებთ, რომ წინა ვიდეოში დამჭირდა სამედიცინო დახმარება ძალიან დაბალი წნევისა და გონების დაკარგვის გამო. აქ კი მე ჯერ ისევ შეუძლოდ ვიყავი და ძალიან ნერვიულობდი, რომ არ ვაპირებდი აკრძალვების გათვალისწინებას. დიდი შანსი იყო, რომ გონება ისევ დამეკარგა, ან უარესი. მაგრამ უკან დასახები გზა არ მქონდა, ამიტომაც ნაბიჯი წინ გადავდგი. სასწაული
ახლა ასეთი არ ვიცი მართლა ასეთი სიჩქარე. იმდენი მიყვირე და იმდენი ვიკივლე ხმარ მაგ მართლა. იმ გაცხელი ჩავკიდე ხატყალს ინდოს სისხლი გავუშვირე ცალკე. კარგად არის იკითხავთ ერთი. Your hand is good. How it was? Yeah, it was pretty good, yeah. Nice. სისხლი გავუშვირე ხატყალს. ხმა ჩამიწყდა იმდენი ფერი გზაუყიოდი. ანუ მე შემიძლია თქვა რომ სოფიაში ყველაზე სწრაფ როლიკოსტერზე უკვე ვიჭექი. ეს რა იყო? ძალიან სიგიჟე იყო, ძალიან მაგარი იყო. ვისაც სიჩქარე გიყვართ ეს უნდა ცადოს, სასწაული რამეა. კიდე მინდა. Sorry. ატრაქციონზე გიღებენ ფოტოს და შემდეგ გასაღებენ 300 ლარად. სურვილი შემთხვევაში შეგიძლიათ რომ აიღოთ. მე ნახვითაც დაგმაყოფილდი. Ferrari World-ში კიდევ სხვა უამრავი აქტივობა და სანახაობაა. აქ ნახავთ Ferrari-s უნიკალურ მოდელებს სხვადასხვა ეპოქიდან. ნამდვილში ვერა, მაგრამ სათამაშო Ferrari-ში მეც ჩავჭექი. უпростоრად შავეტიებ და მოკლედ აქაურობის ასათვისებლად ერთი სრული დღე დაგჭირდებათ. ტოვებთ Ferrari World და თუ აბუ-დაბის ეწვევით, აქ აუცილებლად უნდა მოხვიდეთ და მე შემდეგი ლოკაციიდან დაგიბრუნდებით. დაღამდა და ჭამის დროს მოვიდა, ამიტომ მოვედი აბუ-დაბი მოლში რომ ნახო რაღაც განსხვავებული და საინტერესო, რაც ჩვენთან საქართველოში არ არის და დავაგემოვნო. საქართველოში Pringles-ის სამხელარჩევანი საერთოდ არ გვაქვს. ვიცა იყოს მოდი განსხვავებული გემო ერთი. აქედან რა ავიღოთ? ვიღებ Lays-ის კეჩუპს, აი ამას. თეთრი ორეო და შავი ორეო და ეს რაღაც შოკვევი. ახლა კი როგორც შეგგვირდით, უნდა გავსინჯო ეს ყველაფერი. ნუ საქართველოში აქედან მე არც ერთი მინახავს, ამიტომ საცითაოდ გავსინჯავ და გეტყვით რა როგორია. დავიწყებ მოდი Pringles-ით, ეს არის პიცის Pringles-ი. ემოკაია. მარწყვის ფანტა, რომელიც ასეთი არ მინახავს საქართველოში. მარწყვის კამფეტის გემო აქვს, აი მარწყვის კამფეტი რო ჩაწუწდოთ, მაგის გემო აქვს ზუსტად რა. Doritos-ის დინამიტი. არაა. მაგრამ ეს ხარც არა როგორც ხატი არა. ახლა გავსინჯოთ ყვითელი ფანტა. ერთ-ერთში ცოტა ტკბილი სპრაიტის გემო აქვს რა. ეს არის ლურჯი დაკისი, რომელიც ენას ალურჯებს და არის viral, ანუ ძალიან პოპულარული პროდუქტი. ეს მე მგონი საქართველოში იყიდება ზუსტად არ ვიცი და ამიტომ შევიძინე რომ ზუსტად არ ვიცოდი რა. ეს ზავს არ უნდა იყოს. და არის მე მგონი. ცხარე. კაია, მივაყავთ ახალი სპრაიტი. არასოდეს და მე რო შვამ, გაზიანს რაც შექმნება. ახლა გადავიდეთ ამ Doritos-ზე, რომელიც არის full ranch სოუსით. კაია, ძალიან კაია. და ბოლო ჩიპსი ეს არის Lays-ის კეჩუპის ჩიპსი. ჩემთვის ეს არის 10-10. ტექსი ორცხობილაზე არის შოკოლადი. აი ჩვეულებრივი ტექსის რა იმით ხავდება რომ მეტი ესე ვთქვათ ორცხობილი აქვს ქვევით. ეხლა გაჩვენებთ ამ ორ ორეოს. ეს არის თეთრი ვერსია, ეს არის შავი ვერსია. თეთრი კრემი აქვს შიგნით. განსაკუთრებული არაფერი. სტანდარტული ორეოა. ახლა გადავიდეთ აი ამაზე. არ ვიცი შეგნით რა არის, მაგრამ ძალიან მჟავე უნდა იყოს წესით რა. ძალიან მჟავეა. ანუ როგორ მჟავე, იცით რომ საღეჭრეზენებს ხო აქვს? თავიდან მჟავე გემოდა რო გადასდის. ეს უფრო მჟავე ხდება. და მივადექი დუბაის შოკოლადს, რომელშიც გადავიხადე 5 არაბული დირჰამი. გამოიყურება ასე. ეს ნამდვილად არის დუბაის შოკოლადი. ხრაშუნების ხრაშუნობს. შოკოლადი უგემრიელესია. ეს ძალიან მომეწონა. კომენტარებში დამიწერეთ თუ გაგისინჯოს აქედან რომელიმე და რომელია შენი ფავორიტი. ჩვენი მოგზაურობა დასასრულს მიუახლოვდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონათ ვიდეო და არ დაგავწოთ რომ გამოვხოთ YouTube-ზე. Wonderbolt YouTube-ზე. აქ მინდა უღმესი მადლობა გადავუხადო კომპანია Travel Stars, რომელმაც ჩვენი მოგზაურობა დაასპონსორა და ეს რა არის? Taxi. რა არის ეს? Taxi. და ჩვენი შემდეგი მიმართულება